მთავარ თემაზე დევნილ 400-ზე მეტ დევნილ ოჯახს უკვე დაეხმარა გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია. ხორციელდება პროექტი, რომლის ფარგლებშიც იმ დევნილ ოჯახებს, რომლებსაც სასოფლო სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებით უკვე აქვთ კონკრეტული ინიციატივები, მათ აფინანსებს ეს ორგანიზაცია. აქვე აღსანიშნავია, რომ პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. უფრო კონკრეტულად კი ამ თემაზე სასაუბრო ჩვენი სტუმარი უნდა მოვიწვიოთ ირაკლი უჯმაჯურიძე, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი იქნება დღეს ჩვენი. და ასევე სოფო ალთუნაშვილი, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის კომუნიკაციის მენეჯერი. ისინი უკვე ჩვენთან არიან, ახლა შემოვლენ სტუდიაში და ძალიან საინტერესო თემაზე გავაგრძელებთ საუბარს. მოგესალმებით კიდევ ერთხელ და დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მოგესალმებით, ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი დევნილი ოჯახებისათვის. უფრო დეტალურად რომ მოგვიყვეთ, სოფო, რა ტიპის ოჯახები ფინანსდება, ვინ დაფინანსდა უკვე? პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა რომ შეეხეთ ამ თემას. მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თუ არ გავრცელდა ეს ინფორმაცია, თუ არ გაიგეს ადამიანებმა რომ ეს გრანტები გაიცემა, ძალიან დიდი სარგებელი დაიკარგება. ასე რომ დიდი მადლობა ამისთვის და თქვენს მაყურებელსაც მივმართავ რომ თუ მათ ყავთ მეგობრები, ახლობლები, ნათესავები, რომლებსაც აქვთ დევნილი სტატუსი, არ აქვს მნიშვნელობა ეს სტატუსი მიენიჭათ მათ. 2008 წლის ომის შემდეგ თუ 2008 ომის შემდეგ არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია სტატუსი. შეუძლიათ რომ შემოიტანონ განაცხადი, თუმცა სად შემოიტანონ, მოდი მაყურებელს ვეთქვი ჩვენს Facebook გვერდზე. თუმცა მაინც დავაკონკრეტებ იანიკო, რომ მან შეცდომაში რომ შევიყვანოთ მაყურებელი, რომ ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს ეს გრანტი განკუთვნილი უკიდურესად მოწყვლადი კატეგორიის დევნილებისთვის და ჩამონათვალი არის ასეთი მარტოხელა დედები 65 წელს ზემოთ ადამიანის მიერ მართული ოჯახი, მშობლები მართალი. 65 წელს ზემოთ ადამიანის მიერ მართული ოჯახი, 25 წელს ქვემოთ ადამიანის მიერ მართული ოჯახი და ლაზმაზე ვხედავთ კატეგორიებს უფრო კონკრეტულად მაყურებლისთვის თვალსაჩინო რომ იყოს ჩამოთვლილი არის. მქონე სტატუსის მქონე ადამიანები, ეს 4 კატეგორია არის ჩვენი სამიზნე ჯგუფი. და სად უნდა მოგმართონ სწორედ ამ ადამიანებმა, რომელიც ხა მოიცნობენ ამ სტატუსის მიხედვით თავიანთ თავს? შეუძლიათ რომ დარეკოთ ხელხაზზე. მითხარით თუ შეიძლება და მე დავდებ შემდეგ. სამინისტროს ხელხაზზე ირაკლი. ანუ პირველი ეს არის სამინისტრო, ასევე ჩვენ 1 იანვრის შემდეგ გამოდინა იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებთან გვაქვს საქმე, იუსტიციის სამინისტროს სახლებთან და საზოგადოებრივ ცენტრებთან გავაფორმოთ მემორანდუმი და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიმართონ სწორედ ამ საზოგადოებრივ ცენტრებსა და იუსტიციის სახლებს. ანუ ნებისმიერ რეგიონში. დიახ, ანუ დიახ, ჩამოთვლილი არის. ეს ერთი და თავისთავად ცხადია თვითონ დევნილთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში, რომელიც არის წარმოდგენილი გორში, ასევე ქუთაისსა და ზუგდიდში და თავისთავად ცხადია თბილისშიც. ჩვენც ანუ დევნილთა სამინისტრო სადაც მდებარეობს თამარაშვილის ქუთაისში, იქ არის ჩვენი სააგენტოს და შესაბამისად იქაც. ერთი კითხვა მაქვს, რომელიც ალბათ ყველას აინტერესებს. დაფინანსება სრულად ხდება თუ თანადაფინანსებას აქვს ადგილი ამ შემთხვევაში, თუ კი მე დავაკმაყოფილე ყველა ის კრიტერიუმი, რომელიც თქვენ შემოგთავაზეთ? დიახ, ანუ უბრალოდ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თვითონ პრაქტიკა მაჩვენა, რომ ყოველთვის უფრო წარმატებული არის პროექტი, როცა არის თანადაფინანსება. შესაბამისად თანადაფინანსებაც არის ერთგვარი გრადაცია გვაქვს ჩვენ, ანუ 0-დან 57,000 სოციალური კულა ვისაც აქვს, მათ ვფინანსებთ ჩვენ 80%-ით, 57-დან 100,000-მდე ვფინანსებთ 70%-ით და მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც იღებენ 45 ლარს დევნილის შემწეობას, რომელიც ჩვენი აზრით ასევე მოწყვლადი არის, იმათ ვფინანსებთ 50%, მაგრამ არიან ადამიანები შეძლებული ხალხი, რომლებსაც 45 ლარს არ იღებენ, რომელსაც ხელფასი აქვს 1250 ლარზე მეტი, ისინი ამ კატეგორიაში ვერ ხვდებიან. ანუ მიუხედავად იმისა, ისინი არიან ბატონო ირაკლი, რა არის ამ პროექტის არსი, რომ გითხრათ კონკრეტულად რაიმე მიმართულებით უფინანსებთ სასოფლო სამეურნეო საქმიანობას, მაგალითად ეს არის დანადგარები, პირუტყვი, თუ რომ მოგვიყვეთ უფრო დეტალურად არსი პროექტის? დიახ, ანუ რეალურად თვითონ სათაურიც ვეთყოდებს იმაზე, რომ თანაბარი შესაძლებლობა შეუქმნა ისეთ მოწყვლად ადამიანებს, როგორც არიან დევნილები და განსაკუთრებით თვითონ დევნილებში უკვე აღარ გავმეორდები, ანუ ისეთ ადამიანებს, რომლებიც გაცილებით უფრო ძალიან მოწყვლადები არიან, ესე ვთქვათ. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო მიდგომა, რომელიც ჩვენ ვფიქრობთ, ჩვენი სააგენტოსა და გაეროს სურსათის ორგანიზაციის
ნოვაცია, ასე ვთქვათ, ჩვენ არ ვეხმარებით კონკრეტულად იმ დევნილს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არის, ან ბავშვად მარტო ხელმშობელი არის, არამედ ვეხმარებით მის ოჯახს. ანუ თუ ოჯახში რომელიმე ადამიანს აქვს უნარი, ნიჭი, შესაძლებლობა იმის, რომ დაუშვათ სოფლის მეურნეობაში იყოს ჩართული, მაგრამ არა მხოლოდ სოფლის მეურნეობაში. აი, სოფლის მეურნეობის რა მიმართ, ყველა მიმართულება? ნებისმიერი მიმართულება. ამის შემოწმება ხდება, სოფაი მაგალითად მე გავაკეთე განაცხადი, მინდა პირუტყვი შევიძინო. ხდება შემოწმება თუ თქვენ პირდაპირ მას აძლევთ იმის საშუალებას, დიახ. და თანმიმდევრულად ხდება ყველა ეტაპზე აბსოლუტურად შემოწმება. მე დავამატებდი უბრალოდ კატეგორიების, ანუ რა ფინანსდება. ჩვენ ეს პროექტი დავიწყეთ 2008 წლიდან. მაშინ იყო 2008 წლის დევნილებისთვის და დავაფინანსეთ 3500 ოჯახზე მეტი. თუ იცით შემდეგ რაკნეს სწორედ აი ამ ოჯახებმა რომელიც დააფინანსეთ. აბსოლუტურად ვადევნებთ თვალს აბსოლუტურად ყველა ოჯახს ძალიან საინტერესო პროექტები გააკეთეს. გააკეთდა ხუხბის ფერმა, ეს გამორჩეული რაც მახსოვს ჩამოგითვლით იყო ბოცრის ფერმა. ბოცრის შევუძინეთ რამდენიმე ოჯახს ცხენი, ხარი. ან თანხმობრივად არის შეზღუდული დაუშვათ ამ ზედაზღვარი არსებობს და ქვედაზღვარი პროექტსაც ხო გააჩნია ზოგი არის ალბათ უფრო მაღალი ღირებულების, ზოგი უფრო შედარებით დაბალი არსებობს ეს ზღვარი ფინანსური. ამ შემთხვევაში ეს ზღვარი არის 3000 ლარი. არა, ამ შემთხვევაში უკაცრავად. აი უკაცრავად აი ხა ვხედავთ ჩვენ ფოტოებს, ვისაც დაუფინანსებთ თქვენ სხვადასხვა პროექტები გაღიმებული სახეებით ადამიანები. წეგენ იყო ბოცრის კაცი რომელსაც შეშაეჭირა ხელში და მას დაუფინანსეთ სათავსოს მშენებლობა და როდესაც ჩავედი მე მასთან მეუბნებოდა რომ სანამ ამ სათავსოს ამიშენებდითო მანამდე მთელი მოსავალიო სახლში იატაკზე მქონდა გაფენილიო და საწოლის ქვეშ წენიდიო სტუმარი ვერ შემოდიოდა და ძალიან ბედნიერი იყო. ხო ცხოვრობს ადამიანი თბილისში, აქვს დევნილი სტატუსი, მაგრამ მოუნდა ამ ინიციატივის გამოყენება. არის საშუალება რომ წავიდეს სოფელის არსებობის შემთხვევაში და თუ დაეხმარებით თქვენ? რა თქმა უნდა, ყავს ბენეფიციარები, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ. ან ნებისმიერ რაიონულ ცენტრში, ქუთაისში, ბათუმში. მნიშვნელობა, ანუ მთელ საქართველოში. სადაც უნდა ცხოვრობდეს, მაინც შესაძლებელია რომ ფინანსურ ზღვარზე მაინტერესებს ბატონო ირაკლი, დიახ. ფინანსურ ზღვარზე, ანუ ზედაჭერი არის 2500 ლარი, მაგრამ აქაც საინტერესო რა არის და მინდა რომ გავაჟღერო ეს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხდება ამის ახსნა თვითონ დევნილ მოსახლეობისთვის. ჩვენ ეს პროექტი დავიწყეთ ოქტომბრიდან. პირველი განაცხადება მივიღეთ ოქტომბერში. შესაბამისად, ადამიანს 2500 ლარი შეუძლია რომ გაყოს. კიდე ხაზი მინდა გავუსვა, რომ ესენი არიან სოციალურად დაუცველი ხალხი, რომელსაც შემოსავალი ძალიან დაბალი აქვს. და შეიძლება ის იგივე 20% იმ თვეს არ ქონდეთ. ამიტომ შეუძლიათ რომ ეს 2500 ლარი დაყონ რამდენადაც უნდა. ანუ ლაბირების საშუალებას უთხოვთ ადამიანს თვითონ განაგოს ეს თანხები, ხო? დიახ, აი მაგალითად ჩვენ ყავს ბენეფიციარები, ერთ-ერთი ბენეფიციარია, რომელმაც შემოიტანა ოქტომბერში, მოგთხოვა ჩვენი დაფინანსება იყო 800 ლარი, მისი 200 ლარი, ანუ 1000 ლარიანი, მერე კიდე შემოიტანა ჩვენი დაფინანსება იყო 700 ლარი. მისი არის შესაბამისად და მე კიდე შემოიტანა და იყო 1000 ლარი. ანუ სამად ნაწილად გაყო. ანუ ჯერ იყიდა ძროხა, მე იყიდა რაღაცა ფუტკრის რამდენიმე სკალა და მე იყიდა რაღაცა ეხლა შეგაწყვეტინებთ ბოდიში ჩალენჯი დამწერს მაყურებელი, რომელსაც როგორც ჩანს დევნილი სტატუსი აქვს, მასაც აქვს საშუალება თქვენს პროგრამაში მიიღოს მონაწილეობა. თუ აკმაყოფილებს კრედიტი. ალბათ აკმაყოფილებს რახან მოგწერა, ანუ მან ადგილობრივად უნდა მიმართოს ვის ამ შემთხვევაში? არ ვიცი. ანუ პირველი შეუძლია რომ მივიდეს ან როგორც გითხარით, ან იუსტიციის სახლებში მოიკითხოს, ან უნდა მოიკითხოს თავისთავად ცხადეთ დევნილია მას წოდინება სად არის ჩვენ ტერიტორიულ ორგანოს სამართლობა ზუგდიდში და მიმართოს მას. აქვე აუცილებლად დავამთავრებ, იმიტომ რომ გარდა ამ 2500 ლარისა გვაქვს კიდე ასევე 3 ან 5 კაციანი ჯგუფური ინიციატივები. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ თუ 3 ადამიანი ან 5 ადამიანში უმრავლესობა არის ის ბენეფიციარი, რომლებიც ჩვენ ჩამოთვალეთ და მესამე შეიძლება იყოს დევნილი, მაგრამ არ ქონდეს სტატუსი. ჯამფელის იყოს არ ქონდეს, ანუ ის კრიტერიუმი არ აკმაყოფილებს. ამ შემთხვევაში არის 5000 ლარი და მესამე ჩვენ ეხლა დავიწყეთ ამ თვეში ვეძახით სოციალურ ინვესტიციას. მაგრამ ეს სოციალური ინვესტიცია არის ისეთი სკოლებისთვის და ისეთი ბაგაბაღებისთვის, სადაც ასე თქვა დევნილები დადიან, დევნილი ბავშვები დადიან და მათ ეხმარებით 10000 ლარი. და უკვე რამდენიმე პროექტი გვაქვს, ესეთი ძალიან ძალიან წარმატებული და სარგებლიანი ინიციატივა არის და მე მინდა მაყურებელს შევთავაზო რეპორტაჟი. ჩვენი კორესპონდენტი უჩაპირ მისაშვილი ჩავიდა ერთ-ერთ ოჯახთან, რომელმაც მიიღო დაფინანსება და აშენა ფუტკრის მეურნეობა. მოდით ვნახოთ სიუჟეტი ადგილიდან. ამ საქმეს ემსახურები 35 წელი.
72 წლის ალექსი ხეთაგურის საქმიანობა მეფუტკრეობაა. სკებს ყოველდღიურად საგულდაგულო დაამოწმებს, რადგან საჭიროების შემთხვევაში მწერებს დროული დახმარება აღმოუჩინოს. გაზაფხულზე წამლობა უნდა ვარატოზზე და სხვადასხვა დაავადებებზე. პრობლემამდე არ უნდა მივიყვანოთ საქმე. ყველაზე მძიმედ აგვისტოს ომი ახსენდება, რადგან სამაჩაბლოდან საგურამოში გადმოსახლება მოუწია და საკუთარ სახლთან ერთად 55-მდე ძირი ფუტკარიც ეგრეთ წოდებულ საზღვრის მიღმა დარჩა. ხალხი დავკარგეთ, დაგვეღუპნენ, ზოგი დაიჭრა, ზოგი დაგვეღუპა, ზოგი კიდევ ნერვიულობით დაავადყოფდა. საგურამოში ყველაფერი თავიდან დაიწყო. მას ახლა 10 ძირი ფუტკარი ყავს, რომელთა მოვლაშიც ოჯახის სხვა წევრებიც ეხმარებიან. მეწილად ერთად ვაკეთებთ ყველაფერს, კურნალობა, მოვლა, პატრონობა, ერთობლივად ვშრომობთ. თუმცა რო გვიყვარს ფუტკართან მუშაობა, გვაქვს ამისი გამოცდილება. მალე ახალმა სკებმა შედეგი უნდა გამოიღონ. ხეთაგურების ოჯახი ახლა თაფლის დაწურვისთვის ემზადება, რომელიც ადგილობრივ ბაზარში გაიყიდება. ჩვენ ნახეთ ეს არაჩვეულებრივი რეპორტაჟი გახარებული ადამიანისა და დარწმუნებული ვარ კიდე ბევრი ოჯახი შეემატება დამატება გსურდათ რაღაცის ბატონო ირაკლი. არა, არაფერი, უბრალოდ ის სოციალურ ინვესტიციაზე მინდოდა, ანუ ამით იმის თქვა მინდა, რომ ჩვენ წინა კვირასაც ჰქონდა შეხვედრა დასავლეთ საქართველოში გამგებლებთან, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ასევე და მინდა რომ ეს ხალხი ჩაერთონ და ასე ვთქვათ მოგმართონ ჩვენი როდემდე აქვთ ამის უფლება? მე როგორც ვიცი მაისის ბოლომდე ეს ინიციატივა, ხო? ეს არის როგორ არის უბრალოდ თვითონ მიახლოებით რო გითხრათ ჩვენ ყოველთვის სადღაც 300-დან 350-მდე განაცხადს ვიღებთ. შესაბამისად თვეში ერთხელ გვაქვს განაცხადების მიღება და შემდეგი თვე არის განაცხადების განხილვა. შესაბამისად 31 მაისამდე მთავრდება განაცხადების მიღება და განახლდება უკვე 1 ივლისიდან. არის დიდი მადლობა, მე მაყურებელს ვეთყვი რომ ეხლა ჩვენს Facebook გვერდზე დავდებ სწორედ ინფორმაციას, რაც შეგიძლიათ თქვენ და ვის მიმართოთ თქვენ იდეასთან დაკავშირებით. ცხადია, უნდა აკმაყოფილებდეთ ყველა იმ კრიტერიუმს, რომელიც ჩვენმა სტუმრებმა უკვე ჩამოგვითვალა. ეს ინფორმაცია რამდენიმე წუთში იდება ჩვენს გვერდზე. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ამ არაჩვეულებრივ ინიციატივაზე. ეხლა კი მე მგონი ნახოთ მარიკა ბაკურაძის სიუჟეტი, რომელიც კანის მე დარწმუნებული ვარ თქვენს დაინტერესდებით კანის ფესტივალზე რა ხდება ჩვენთვის